დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონსა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შორის სატელეფონო საუბარი შედგა ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მანანა მანჯგალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა დევიდ კემერონს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად არჩევა და ის მძიმე დღეები გაიხსენა, როდესაც 2008 წლის აგვისტოში დევიდ კემერონი ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსთაგანი იყო, რომელიც საქართველოს მხარდასაჭერად თბილისში ჩამოვიდა. პრეზიდენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, დევიდ კემერონმა უახლოეს პერიოდში საქართველოს პრეზიდენტად ოფიციალური შეხვედრის სურვილიც გამოთქვა. საუბრის დროს მიხეილ სააკაშვილმა სატელეფონო კავშირი შედგა საქართველოს პრეზიდენტსა და ბრიტანეთის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონის შორის. მიხეილ სააკაშვილმა პირველ რიგში მას მიულოცა არჩევნებში გამარჯვება. საუბრის დროს მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ის მძიმე დღეები, როცა ომის დროს 2008 წლის აგვისტოს დღეებში დევიდ კემერონი იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსთაგანი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოს მხარდასაჭერად. ბრიტანეთის მთავრობის ახალმა ლიდერმა გამოთქვა სურვილი უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში ორმხრივი შეხვედრის ჩატარების თაობასაც.